რა მსგავსებაა საქართველოსა და თურქეთის მაჭახელას შორის? ამიერტაულთა ცხოვრების წესსა და ტრადიციებს ნიკო ბერძენიშვილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სწავლობდა. მეცნიერები მოპოვებულ მასალებს წლის ბოლომდე ცალკე წიგნად გამოსცემენ. აქაურობა მაჭახელია. პაწაი მაჭახელი ტყვიან. ჩვენ ერთი მაჭახელი იმკენაც გვაქვს. ჩვენ ერთი ვართ. ამიერტაულის სოფლებში მცხოვრები ძირცველი ქართველები მოძმეებთან დღემდე მშობლიურ ენაზე საუბრობენ. ბევრ ადგილს დღესაც ქართული სახელებით მოიხსენიებენ. შენარჩუნებული აქვთ ქართული ენა და საინტერესო გრამატიკულ-ლექსიკური ფორმები. ბევრი ისეთი ფორმა აქვთ შენარჩუნებული, რომელიც სალიტერატურო ქართულში კარგახანია აღარ იხმარება. ყიშლები, ძვირწყაროი, თემენტული, ხევიყანაი, გორდული, ბაბეული, ქერციკიტი, ახოვნარი, ველიტაი, ჭოღლაკეთი. ადგილობრივები ტრადიციულ სამსართულიან ქვის შენობებში ცხოვრობენ. პირველ სართულს საქონლის სადგომად, მეორე საცხოვრებლად, მესამეს კი სათავსოდ იყენებენ. კედლები 60 სანტიმეტრის სისქის თლილი ქვითაა ნაშენები. ქვის კედელში უკეთია ფანჯარა. გარედან კედლის მხარეს არის ნაკლები სიგრძე, შიგნით უფრო მეტი სიგრძე. ესე იგი ეკლესიას ფანჯრები აქვს. დაახლოებით ისეთი მსგავსი ფანჯრები არის საცხოვრებელ სახლებზე. პურის რამდენიმე სახეობას ამზადებენ ისინი. პურს მაგალითად ერთ სახეს ლავაშს ეძახიან. აქვთ ფურუნი, რომელშიც პურს აცხობენ. სოფლის მეურნეობის დარგებიდან ამიერტაულში მეხილეობა და მევენახეობაა განვითარებული. პრიორიტეტად კი მეცხოველეობა რჩება. მამაპაპისეულ მეთოდებს აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავთ. ყალი მოლამზაკა, იუსებს, ამას აუწევს მოტკე, ამას უშევს ხმა მოლამზე წანგადუგები, დათუმო აყურუდებს, აქ ვერ აყუჩება. ეტა გამისი ტყეში წავის. მის ადგილი გასკდება. აქ აღმოვა. ავანაში ძველებურით ქერი, დიკა და ცერცვი მსგავს რაღაცები ხალხი აქ მოიკრიფებს, დააკრეს აქა და ხელებში გრძელ ასეთი ამხელა ქვებით ეს დიკა ქერა რაც არის ამის შიგნით, ამას არტყმენ და შეიძლება ფქვილი. მანგალია პეტრაი ყველა ადგილ მოდგება, დიდია ამდგება. ბევრი თოლს აქანა მოხტიბო ზაფული მოხტიბო დაუჯიხოთ ვაჭმევთ. ქართული წარწერის კვალი დღემდეა შემორჩენილი მე-10 საუკუნეში აგებულ პარხალის მონასტერში. ნახევრად დაანგრეულ ტაძარს ადგილობრივები რუდუნებით ეპყრობიან. მის აღდგენაზე ფიქრი კი მათ კომპეტენციას სცდება.